ფონდის ნაწილს დაფინანსებაზე მინდა გითხო, მაგალითად დინამო შემთხვევაში 2024 მილიონ 700.000 იყო, 2023 2 მილიონ 300.000 ეს დამოკიდებული რა თქმა უნდა და საპრემიო ნაწილზე. ეს თანხები როგორ იხარჯება, რა პროპორციებით, ასე ვთქვათ და რამდენად მიდის ამ თანხების კონტროლი, ანუ სისტემა და სტრუქტურა როგორია დღეს? მოგეხსენებათ ეს ფონდი დაწყების დღიდან მე ვიყავი ფონდის დირექტორი, დაახლოებით 4 წელი თუ არ ვცდები. თავშივე მოგეთა ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს ყველაფერი. ანუ ეს ბიუჯეტი სხვადასხვა პროგრამით ფინანსდებიან ხო კლუბები ამიდან ფონდიდან. ეს ბიუჯეტი წინასწარ არის შეთანხმებული და ეს შეთანხმება სტრუქტურა მოგეთ ამ ბიუჯეტის არის წინასწარ გაწერილი. მაგალითისთვის საბაზისო დაფინანსებიდან 60%-ზე მეტს კლუბი ვერ დახარჯავს ხელფასებში. შესაბამისად 10 ლარი შტაბის თუ ფეხბურთელების თუ მშობლების კლუბის კი, ჯამურად. 10 ლარიც რო გადააჭარბოს დაუშვათ ამ ბიუჯეტს, ფონდი თხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, ან დაუშვათ გადატანას და სხვა მიზნობრივი წინასწარ შეთანხმებული პროგრამით ამის დახარჯვას. ანუ ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება, ამას ძალიან კარგად აკეთებს ფონდი, ну ზოგან 60 სხვადასხვა ლიგებს სხვადასხვა კრიტერიუმია. უმაღლეს სხვა არის, პირველ ლიგაში სხვა არის. ხო, დაფინანსებას განსხვავდება და მოგეხსენებათ და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ახლა პროვავიღო და შევადაროთ ევროპულ კლუბებს იქ 90% ცდება სახელმწიფო ბიუჯეტი, იმიტომ რომ მანდ მაღალი ხელფასები აქვთ. ჩვენ შემთხვევაში ახლა პროვავიღო ფონდის დაფინანსება არის ჩვენი საერთო ბიუჯეტის 20%. დანარჩენი ჩვენი რესურსით, ჩვენი საკუთარი ტრანსფერებიდან, UEFA-დან დაუშვათ რეკლამიდან და ასე შემდეგ. დანარჩენი რა ხმარდება, ეგეც გაწერილია? ფონდის ნაწილში ყველაფერი ხმარდება. კი, იქ არის საწევრო დაუშვათ იგივე მივლინება ქვეყნის შიგნით, მივლინება ქვეყნის გარეთ, ადმინისტრაციული ხარჯები, კომუნალური აკადემიის ნაწილზე და ბავშვთა ფეხბურთში არ არის? ამაზეც ანუ ყველა კლუბს ლიცენზიებით მოეთხოვება, რომ ყავდეს მინიმუმ 5 ასაკობრივი გუნდი. შესაბამისად ზოგს ეს ხელფასოდ ყავს, ზოგს ხელფასიან, მაგრამ იქ ყავს მწვრთნელები. ის ხელფასები შედის ზოგადად სახელმწიფო იმაში ჭერში. 60% არ არის ბევრი ხელფასებში. ცოტა, მაგრამ თანხა იმდენად ცოტაა ჩვენი. ანუ მე ხო გითხარით, სტანდარტია დაახლოებით 90% არის ზოგადად კლუბების ბიუჯეტის ხელფასი. კი ბატონო, მაგრამ როცა კლუბი კერძოა, მას შეუძლია 90% გადაიხავს, მაგრამ სახელმწიფო რესურსი როცა არის. მაგას გეუბნებით, ანუ 60, ანუ იმდენ ჩვენს წინასწარ ხო შევისწავლეთ, ანუ ის ყველა ხარჯი დაუშვათ, რაღაც ფიქსირებული ხარჯი ხო აქვს კლუბს, ჭირდება დაუშვათ საწვავი და ტრანსპორტი რო იაროს თამაშებზე, საწევრო გადასახადი, საოპერაციო ხარჯები ჭირდება, იგივე რაღაც ფორმა ჭირდება ელემენტარული, ხო? ეს ყველაფერი რო დავთვალეთ, დაახლოებით ამ ფონდის დაფინანსების 40% უნდა ჩაედიონ ამაში. ეხლა მე არ მეგულება ეროვნულ ლიგაში გუნდი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე იყოს, მათ თავის საკუთარი რესურსიც აქვთ და ჩემი სურვილია ის რომ გაიზარდოს და ბევრად მეტი იყოს. ქონდა კიდევაც ინიციატივა, რომ ეროვნული ლიგის გუნდები დაუშვათ დაფინანსება მიიღონ იმ შემთხვევაში, ეს ჩემი ინიციატივა იყო. იმ შემთხვევაში თუ რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი ექნებათ, ანუ არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე ექნებიან, ან დაუშვათ ელემენტარული კონტრიბუცია ექნება მათი ყოველდღიურობის და მათი ბიუჯეტის დაფინანსების, მაგრამ ეს ჯერჯერობით განხილვის პროცესია. ანუ ყველა კლუბს აქვს თავის რესურსი რა, ეს თავისი საკუთარი ფულია, სპონსორის ფულია თუ ბილეთებიდან ნაშოვნი, ტრანსფერით ნაშოვნი, მარტო სახელმწიფოს ბიუჯეტზე არ ცხოვრობენ. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და ეს მთელი ეს საუბარი ჩვენი დღევანდელი მიდის იქით, რომ ჩვენ რო ეს რესურსი გავზარდოთ და მოვიძიოთ, გვჭირდება გულშემატკივრის ჩართულობა. მათ უნდა იგრძნო, რომ ეს კლუბები არის მათი საკუთრება და არა დაუშვათ რაღაც კონკრეტული კლუბელების და ეს არის მათი. შესაბამისად ჩვენც უფრო მეტად გავიზრდებით და უფრო მეტ რესურსს მოვიძიებთ და უფრო მეტი წრეხის გვიქნება მათ მხრიდან უკეთესად ვიმუშაოთ. პირობითად მე სრული უფლება ექნებათ დინამოს გულშემატკივარს, რომელიც ყოველ თამაშზე მოდის 10 და 15,000, სრული უფლება ექნებათ, ხო დოლიძე არ არის კარგი მენეჯერი, ბატონო რომა და გაუშვა მოიყვანა ვიღაც დობორჯგინიძე, რა მნიშვნელობა. ანუ ამის გარეშე რომ მხოლოდ რაღაცა კლავიატურის უკუნა ვიღაცა ჩემი მიერ დაშვებულ შეცდომას, ან შეიძლება ჩემი შეცდომა არ იყოს, მაგრამ მე რადგან დირექტორი ვარ, ჩემი შეცდომა, ანუ ეს წარმოუდგენელია ამ ესეთ კომუნიკაციაში ყოფნა და ესეთ პასუხისმგებლობის